გამარჯობა, მე ვარ ომარი, რენტ და სეილინგ თბილისიდან. ჩვენ ვართ მცხეთის მუნიციპალიტეტში, კონკრეტულად სოფელ მისაქციელში და წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო უძრავ ქონებას გასაყიდად. მიწის ნაკვეთი არის 500 კვადრატული მეტრი და 500 კვადრატულ მეტრზე განაშენიანება სახლის გვაქვს 225 კვადრატი. შიდა საცხოვრებელი ფართი არის 171 კვადრატი, რა თქმა უნდა, აივნების გარეშე, ასე რომ საკმაოდ კარგი კვადრატულობაა იმისთვის, რომ სრულფასოვნად იცხოვროს, არ ვიცი, 5-6 წევრისგან შემდგარმა ოჯახმა. გვაქვს 3 საძინებელი შიგნით, მეორე სართულზე, მათ შორის პირველ სართულზე დაგხვდება გამოყოფილი სამზარეულო, მისაღების სივრცე, გვაქვს 3 სველი წერტილი და ამ ყველაფერს ვნახავთ უკვე შიგნით. მაგრამ სანამ შევალთ შიგნით, მინდა გითხრათ თუ რა დაგხვდებათ ამ 500 კვადრატ მიწის ნაკვეთში, გარდა იმისა, რომ ესეთი არაჩვეულებრივი სახლი, გვაქვს ასევე 24 კვადრატი აუზი, რომლის სიღრმეც არის 1.5 მეტრი სტანდარტი და ეს იქნება დასრულებულ მდგომარეობაში. ეხლა გამოვა რენდერები ეკრანზე და თქვენ ნახავთ თუ როგორ მდგომარეობაში იქნება გარედან სახლის ფასადი. ესეთ მდგომარეობაში არ იყიდება, იანვრის ბოლომდე, მაქსიმუმ იანვრის ბოლომდე უკვე დამთავრდება გარედან სახლის მშენებლობა, ფასადი, რომელიც მოცემულია ვთქვათ რენდერებში, მათ შორის აუზი და აქ ერთი პლუსი, აუზთან ერთად იქნება გადასავლების სივრცე, წყლის გადასავლების სივრცე ვთქვათ და არ მოგიწევთ აუზიდან ამოსვლის შემდეგ ან ჩასვლის წინ სახლში შესვლა და გარეთ შეგიძლიათ გადაივლოთ წყალი. ახლა კი შევიდეთ სახლში, ჩვენ ვართ პირველ სართულზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სახლი დაგხვდებათ შავი კარკასის მდგომარეობაში, შიგნიდან, გარედან როგორც გითხარით, ფასადი სრულიად დასრულებული იქნება და იქნება ისე მდგომარეობაში, როგორც არის რენდერებზე. რაც შეეხება ტიხრებს, ამ მომენტში ტიხრები გაკეთებული არ არის, მაგრამ ეხლა ამოვა კიდევ ერთი რენდერი, სადაც ნახავთ, როგორ შეიძლება განაწილდეს პირველ სართულზე ტიხრები. ესეც შეუძლია მეპატრონოს გააკეთოს, უბრალოდ თქვენი სურვილისამებრ შეიძლება ვიღაცას უნდოდეს, რადგან შავი კარკასი იყიდება, შეიძლება ვიღაცას უნდოდეს თქვა სხვა განლაგება, მაგრამ აი საბოლოო ფასში, რომელზეც შეთანხმდებით თქვათ მეპატრონესთან, შევთანხმდებით, მეპატრონეს შეუძლია გააკეთოს ტიხრებიც. აქ იქნება სამზარეულო სივრცე, იდეაში როგორც არის რენდერებში უნდა იყოს ვიტრაჟი აქ და ვიტრაჟი იქნება გამოყოფილი. აქ გვაქვს ჩვენ სამზარეულოს სივრცე, თავისი განათებით, ბუნებრივი განათებით და აქაც ერთი ვიტრაჟი, საიდანაც ასევე იქნება ერთი შემოსასვლელი და გასასვლელი სამზარეულოდან. გადავინაცვლოთ ისევ თავარ შემოსასვლელში, თავარ ადგილზე, სადაც იქნება ტელევიზორისთვის ადგილი, აქ პირობითად დივანი, როგორც არის რენდერებში მოცემული და პარალელურად ახლა ჩემს საუბართან ერთად იქნება გამოსული რენდერები და თქვენ მიხვდებით. აქ იქნება სველი წერტილი, საპირფარეშო და არა აბაზანა, საპირფარეშო თავისი ხელის დასაბანით და აქ იქნება საგარდიობეს სივრცე. მოკლედ, პირველი სართული შეიძლება ესე განაწილდეს, რა თქმა უნდა, ყველა სივრცეს აქვს პირველადი განათება, გარედან რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, მათ შორის სამზარეულოს, მათ შორის მისაღებს სივრცეს და იქით მხარეს მინდა გაჩვენოთ, როგორც კი შემოვდივართ, თქვა, სადაც უნდა იყოს განლაგებული დივანი, ტელევიზორი, აქაც გვაქვს საკმაოდ კარგი განათება, აქ იქნება დიდი ვიტრაჟი და ვიტრაჟებთან ერთად დაგხვდებათ, რა თქმა უნდა, ეს სახლი იანვრის ბოლოს, როგორც არის რენდერებში მოცემული. მეორე სართულზე დაგხვდება 3 საძინებელი და 2 სველი წერტილი. ამ 3 საძინებლიდან ერთ-ერთი არის ეგრეთ წოდებული მასტერ საძინებელი, რომელსაც აქვს საკუთარი სველი წერტილი და ყველა საძინებელს აქვს იდეალური ხედები, რომელიც, არ ვიცი, მინიმუმ რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში ალბათ არ დაიფარება მშენებლობით და მინდა გაჩვენოთ. წინ გვაქვს მიწის ნაკვეთი, სადაც სავსეა ხეხილით, ნაირნაირი ხეებით და როგორც მეპატრონები თქვა, ისინი არ გეგმავენ აქ სახლის აშენებას, რადგან ნაკვეთის თქვათ მეორე მხარეს უკვე აშენებულია სახლი და გეგმარებით არ გეგმავენ რომ აქ ააშენონ შენობა, შესაბამისად შემდეგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ვფიქრობ რომ ეს ხედი არ დაიფარება და საოცარი სივრცის შეგრძნებაა, არ ვიცი ესეთი გაშლილი სივრცე სულ რაღაც 18 წუთში სითიმოლიდან, ხა მისაქციელზე ცალკე ვისაუბრებ თუ რა პლუსები აქვს მისაქციელს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე მაგარი, რაც ვთქვათ, აი კონკრეტულად ამ სახლის მეორე სართულიდან გვაქვს და თუნდაც კონკრეტულად ამ აივნიდან, არის აი ეს სივრცე, რომელიც არასდროს დაიფარება და წარმოიდგინეთ საძინებლიდან დილით გამოდიხარ, უყურებ ამ სივრცეს და მე იწყებ დღეს, ვფიქრობ ძალიან არაჩვეულებრივი. ეს არის პირველი საძინებელი, ყველა საძინებელს აქვს საკუთარი აივანი, დიდი ვიტრაჟები და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა საძინებლიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედები. გაზაფხულში იქნება აქედან ულამაზესი დარწმუნებული ვარ. და მოკლედ ყველა ოთახიდან, ყველა აივნიდან გვაქვს იდეალური ხედები. ახლა გადავიდეთ მეორე საძინებელში,
სადაც იდეაში უნდა იყოს მეორე საძინებელი, ასევე აივნით ძალიან კარგი განათებით, საკმარისი განათებით ვფიქრობ აქეთ ამ მხრიდანაც და დიდი ვიტრაჟით ის ბენეფიტები შეიძლება ითქვას, რომელიც გვაქვს ეზოში, ეს იქნება აუზი, ეს იქნება წყლის გადასავლების სივრცე, მათ შორის მეპატრონეს აქვს საკუთარი ჭაბურღილი და საკანალიზაციო ჭა. მოკლედ, ყველაფერი გაწყობილია იმისთვის, რომ ადამიანმა დაიწყოს ცხოვრება. ყველანაირი კომუნიკაცია, კანალიზაცია, წყალი, თავისთავად შუქიდან გაზი, ყველაფერი აბსოლუტურად ცენტრალური გზიდან გვაქვს სულ რაღაც 350 მეტრი და კარგიცაა 350 მეტრიანი დაშორება, იმიტომ რომ მთელი გზის ხმაური არ არის ჩვენამდე, პირობითად არ მოდის მტვერი და ასე შემდეგ, საკმაოდ კარგ სივრცეში, კარგ გარემოში ვართ და დანარჩენზე ახლა რაც ვთქვი ბოლოში ვთქვათ იმ ბენეფიტებზე კიდე რომელიც ეზოში გვაქვს, ამას რო ჩავართ ქვემოთ გავაგრძელებთ. ესეთი ხედი გვაქვს, იდეალური, არაჩვეულებრივი, აქ იქნება მეორე საძინებელი და გადავინაცვლოთ მესამე საძინებელში. საიდანაც დავიწყეთ იდეაში ჩვენ გადაღება, როცა ვსაუბრობდით ამ ხედზე, ეს იქნება ეგრეთ წოდებული მასტერ საძინებელი. თავისი სველი წერტილით. აქ იქნება ძირითადი სივრცე საძინებლის, აქ იქნება სველი წერტილი. მათ შორის გვაქვს მეორე სველი წერტილი, მეორე სართულზე, სულ ორი სველი წერტილი გვაქვს, ერთი კონკრეტულად ამ საძინებლის და აი ამ კუთხეში იქნება უკვე მეორე სველი წერტილი, აი იმ ორი საძინებლისთვის, რომელიც აქეთ სივრცეში და იქით სივრცეშია, ამის რენდერებსაც ამოვიყვანთ და უფრო მარტივად აღიქვავთ, რაზე ვსაუბრობთ და როგორი იქნება ამ ყველაფრის განლაგება. როგორც უკვე გითხარით, გვაქვს 500 კვადრატი მიწის ნაკვეთი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ზომა იმისთვის, რომ იცხოვროს ოჯახმა კომფორტულად და რას ვგულისხმობ. აი ამ 500 კვადრატში სრულიად არაჩვეულებრივად ეტევა ჯამში 171 კვადრატული სახლი, ორივე სართული, 24 კვადრატი აუზი, მათ შორის გვჭება დიდი სივრცე იმისთვის, რომ მოილხინოს ჩვენმა ოჯახის წევრებმა, აი ზუსტად აქ იქნება გამყოფი კედელი, აი ამ ადგილას და ამის აქეთ უკვე არის ჩვენი ტერიტორია. რაც შეეხება გალავანს, გარდა ფასადისა და გარდა იმ ბენეფიტებისა, ვთქვათ, რომელიც გვაქვს დამთავრებული აუზი, მათ შორის გვექნება ძალიან კარგი გალავანი და აღარ მოგიწევთ ამაზე მეტი დროის და თანხის დახარჯვა. ერთადერთი რაც გრჩებათ, ეს არის შიდა რემონტი, რისი ადმინისტრირებაც შეუძლია მეპატრონეს, ყავს ძალიან კარგი ჯგუფი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე ასრულებს სამუშაოებს, ნებისმიერ თქვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, რა თქმა უნდა, შეთანხმებით და ასე რომ არ მოგიწევთ ცალკე მშენებლების, უბრალოდ ხელოსნების პოვნა, რომელსაც მოუწევს ამ ყველაფრის გარემონტება, არამედ უკვე შესაძლებელია, თქვათ, მეპატრონესთან შეთანხმებით ამ ყველაფრის მოგვარება. ახლა აქედან ჩანს ჩვენი სახლის წინა მხარე. დამავიწყდა მე თქვა, რომ აი ამ ფასადს მათ შორის ექნება დათბუნება და იქნება ძალიან კარგი იზოლირება ამ კუთხითაც და კიდევ ერთხელ ხავს ვსვამ, რომ ძალიან კარგი მასალებით, ხარისხიანი მასალებით შენდება და ამას რა თქმა უნდა ადგილზე ნახავთ ახლა ძალიან ბევრი უძრავი ქონებაა, რომელსაც გთავაზობენ, უძრავი ქონების აგენტები, ალბათ ბევრი ვიდეო შეგხვედრიათ მსგავსი და მათი საუბარი ხშირად არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ როცა მოხვართ და ადგილზე ნახავთ აი ამ კონკრეტულ სახლს, დარწმუნდებით, რომ ჩვენ ვამბობთ იმაზე ნაკლებს, ვიდრე შეიძლება ითქვას და არაფერს მეტს, იმიტომ რომ ეხლა ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაფერზე ვისაუბროთ, რა პლუსებით შეიძლება გქონდეს ამ სახლს. მიუხედავად იმისა, რომ გალავანი, რომელიც ვახსენეთ, იქნება აი ამ ხაზზე ჩაყოლებული, მათ შორის მსგავსი ბეტონი, პირდაპირ ბეტონი გადმოვა და იქნება ძალიან მოწესრიგებული აბსოლუტურად ყველაფერი. კომუნიკაციებიც ვახსენეთ და კონკრეტულად გაზის თემაზე უკვე მოსულია ჯგუფი, დავუკავშირდით კონკრეტულ ხალხს, რომელიც აკეთებს ამას, მიწის ქვეშ გავა აბსოლუტურად ყველანაირი მილი და არ იქნება ზემოდან, მოკლედ თავიდან ბოლომდე სრული ადმინისტრირება მოხდება ამ კომუნიკაციების და არ ვიცი, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია დღეს მის აქციელში. რამდენიმე წელში მის აქციელი იქნება არანაკლები იმ სოფლებისა და იმ გარშემო იმ ტერიტორიისა, რომელიც თბილისს აკრავს, სულ რაღაც 18 წუთში თბილისში მოვიდან, თქვენ უკვე ხართ აი კონკრეტულად ამ ლოკაციაზე რა. მათ შორის Carrefour-ი, Spar-ი, ყველანაირი მაღაზია, აფთიაქები ცენტრალურ გზასთან, ასე რომ ყველანაირი კომუნიკაცია არის წარმოდგენილი მის აქციელში. რაც შეეხება ფასს, ამ უძრავი ქონების ფასი არის $150,000. როგორ შეიძლება ვნახოთ, სად შეიძლება ვნახოთ შედარებით დაბალი ფასი და უფრო უკეთესი ხარისხი
ვიდრე დღეს მისაქციელში რამდენიმე უძრავი ქონება. ეხლა მსგავსი უძრავი ქონება, ვთქვათ 500-600, 700 კვადრატული მიწით, ორსართულიანი სახლით, რამდენიმე შეგხვდებათ რომ დაძებნოთ საიტებზე, მაგრამ ისეთი განლაგების და ისი ათვისებული შიგნით, როგორც განახებთ, ვთქვათ ეს იქნება სამისაძინებელი თუ ეს იქნება ქვემოთ სამზარეულო მისაღების სივრცე, საკმაოდ კარგი ზომის აივნები, არა ისეთი აივნები, რომ რაღაცა დანიშნულებასაც რომ ვერ აძლევ, არ ვიცი, კარგი ზომის აივნები, საკმარისი ზომის აივნებით, დიდი ვიტრაჟებით, გალავნით, ჭაბურღილით და ყველა იმ პლუსით, რომელზეც ვისაუბრეთ, ვფიქრობ, რომ ვერ შეხვდებით. ასე რომ, თუ თქვენ გნებავთ ისეთი უძრავი ქონების შეძენა მისაქციელში, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას, როგორიც არის ეს, ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო ვარიანტია. მე პატრონ ეს შეუძლია შიდა განვადების მეთოდით შემოგთავაზოთ გადახდა და ამას ადგილზე გავივლით. მოკლედ, კიდევ რო განვეორდეთ. სახლი არ იყიდება ესეთ მდგომარეობაში. იანვრის ბოლოს, ანუ სულ რაღაც თვენახევარში დაგხვდებათ ისეთ მდგომარეობაში, როგორც ახლა ამოვა რენდერებზე. თავისი გალავნით, თავისი აუზით, თავისი იმ ყველაფრით, რაც უკვე რამდენიმეჯერ ვთქვით ვიდეოში. ასე რომ, დაგვიკავშირდით, ჩვენ მზად ვართ რომ განახოთ ეს კონკრეტული უძრავი ქონება.